მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა და ტრადიციისამებრ ჩვენ გავეცნობით კვირის არკანის ენერგიას, ვნახოთ რა გელოდებათ საინტერესო, მნიშვნელოვანი და აქტუალური რა იქნება თქვენთვის. ამ ერთი კვირის მანძილზე როგორ ენერგიებში იტრიალებთ, რას გიამბობენ ტაროს არკანები, რა გაფრთხილებას მოგცემენ და მე რა თქმა უნდა თქვენთვის წავიკითხავ ამ ინფორმაციას. მაშა სადამე ვარიანტი პირველი, კვირის არკანის ენერგია და ვარიანტი მეორე, კვირის არკანის ენერგია. ორ ვარიანტად რა თქმა უნდა, რომ იყოს ყოველთვის არჩევანის საშუალება. პირველი ვარიანტი ეს იქნება პირიდის მინერალი, მეორე ვარიანტი იქნება მთის ბროლის მინერალი. კარგად დააკვირდით ახლა ორივე ვარიანტს. კარგად შეიგრძენით ორივე ვარიანტი. კარგად დააკვირდით ორივე ქვას და ზოგადად დიდი ხანი ფიქრი ამას არ სჭირდება ხოლმე, იმიტომ რომ ეგრევე მიიწებებს ხოლმე თქვენი ვარიანტი თქვენს მზერას და თქვენს ყურადღებას. ასევე ყველა სურვილს შევახსენებ, რომ დაახლოებით უკვე 1 წელია Facebook სივრცეში არსებობს დახურული ეზოთერიული შემეცნებითი ჯგუფი მზის კარი, სადაც მთელი ჩემი დაგროვილი მაგიური ცოდნა, შემეცნება, ყოველდღიური არკანის პროგნოზები, ყოველდღიური ურთიერთობა და კომუნიკაცია ჯგუფის წევრებისა, როგორც ჩემთან, ასევე ერთმანეთთან, სხვადასხვა საინტერესო შემეცნებითი პოდკასტები, ყოველთვიური საჯარო პრაქტიკები და რიტუალები და კიდევ ბევრი საინტერესო რამ. მხოლოდ ეზოთერიულ დახურულ ჯგუფში სახელწოდებით მზის კარი. მსურველებმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოთხოვნა და გიკავშირდებიან ჯგუფის მოდერატორები, ადმინისტრატორები, გაგესაუბრებიან, გაგაცნობენ ჯგუფთან და ჯგუფის წევრებთან ურთიერთობის წესს და რა არის ჩვენთან ურთიერთობაში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჯგუფის გაწევრიანებისათვის და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა გიქნებათ საშუალება რომ გახდეთ ჯგუფის სრულფასოვანი წევრი იქამდე, სადამდეც ამისი კეთილი ნება და სურვილი გექნებათ რა თქმა უნდა. მაშა სადამე პირველი ვარიანტი დავიწყოთ. პირველი ვარიანტი ჩვენ გვაქვს პირიტის მინერალი და ვნახოთ რას გვიამბობს პირიტი, როგორ იქნება კვირის არკანის ენერგია, დასაწყისი ენერგიების როგორ იქნება. ეს არის ხმლების რაინდი. ხო, შესაძლებელია ესეთი კვირა იყოს, კვირის დასაწყისი შეიძლება იყოს უფრო მეტად გაღიზიანებული ნერვები და გაღიზიანებული ემოციები მოდის ძალიან ინტენსიურად. ესეთი ენერგიები, როდესაც ერთ ადამიანს სურვილი აქვს, რომ მეორე ადამიანს უჩხვლიტოს სიტყვებით, გაარკვეს ურთიერთობები, არც თუ ისე ხმადაბალ ნოტებზე, ხო? ანუ იგრძნობა ძალიან ესეთი აგრესიული და გაბრაზებული ენერგიები. ეს შესაძლოა თქვენ იყოთ, ეს შესაძლოა თქვენს მიმართ იყოს მომართული ეს სიბრაზები და გარკვეული ესეთი არაჰარმონიული ენერგიები, ამიტომ გირჩევდით რომ იცით რა, არ გირჩევთ ვიცით მაქსიმალურად მშვიდად შეხვდით. არა, თუ გამოსარკვევია, თუ გასარკვევია, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ გულში დატოვების და რაღაცების ქვეცნობიერში ჩატენვის ნაცვლად ადამიანს გასცეთ პასუხი, თუ კი თქვენი მისამართით იქნება ეს ყოველივე და თუ კი თქვენ იქნებით ამ შემთხვევაში ასეთ ენერგიებში, დაფიქრდით, რამდენად თქვენია ზოგადად ეს აგრესიული ენერგიები, იმიტომ რომ ზოგადად გარემოებები ძალიან მოქმედებს. სოციალური ქსელები, საინფორმაციო პორტალები, ყველაფერი მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე და ამიტომ უნდა დაუფიქრდეთ და დაუკვირდეთ ვიღაცების გამოხომ არ ახართ ასე გაღიზიანებული, ხო? ანუ რაღაც ისეთი ხომ არ წაიკითხეთ, მოისმინეთ და მერე აგრესიული ენერგიები გაუშვით ოჯახში, საყვარელ ადამიანებში და ასე შემდეგ. უბრალოდ ამას უფრთხილდით. იყავით უფრო მეტად რაციონალური, მე ასე გირჩევდით პირველი ვარიანტი. მოდით ვნახოთ რას ეხება ამ ერთი კვირის მანძილზე ეს სიბრაზეები და ეს გაბრაზებული ენერგიები რას ეხება. მოდით ვნახოთ. ცხიანების პენტაკლები.
გაბრაზებული ენერგიები ეხება იმას, რომ პირველ რიგში ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გავფრთხილდეთ თქვენს ფინანსურ ენერგიას, თქვენს ფინანსურ რესურსს, იმიტომ რომ შესაძლებელია კვირის პირველ ნაწილში იგრძნოთ ერთგვარი არასწორად განაწილებული ფინანსებისა, რესურსებისა და ენერგიების ფონზე იგრძნოთ, რომ ვთქვათ, მაგალითად ეს ამთვის ვთქვათ არარაციონალურად განაწილებულ ენერგიებს მიგანიშნებთ და გაჩვენებთ მოკლედ ეს კვირის დასაწყისი ხვდებით ხო? ანუ როდესაც მიხვდებით სად არ უნდა გაგეშვათ თქვენი ენერგია, თქვენი ფინანსები თუნდაც ხო? სად მეტის მეტი მოგივიდათ, სად გადაამლაშეთ ხო რაღაცებს და გაფრთხილება გაუფრთხილდეთ საკუთარ ფინანსურ ენერგიას და ფინანსურ რესურსს, იმიტომ რომ აქ ჩანს რომ პირველი ვარიანტი ამ თემების ირგვლივ საკმაოდ იქნება, ვთქვათ, განცდებიც, ცვლილებების და ვნახოთ ეს ცვლილებები საით წაიყვანს. არკანი ვარსკვლავი დამშვიდდით. ყველაფერი დამშვიდდება, ყველაფერი დაწყნართება პირველი ვარიანტი. მიენდეთ სამყაროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. მიენდეთ სამყაროში იგულისხმება რა მეგობრებო, ხო, ყოველთვის უნდა მივხვდეთ რა არის ამ სიტყვების მიღმა. როდესაც ყველანაირ გაკვეთილს სამყაროსგან ვღებულობთ როგორც გაკვეთილს და არა როგორც სიბრაზეს, როგორც სიშმაგეს და ასე შემდეგ, ხო, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ადანაშაულებს ხვეებს, ანუ მუდმივად არის საკუთარი თავის დადანაშაულებაში, ის გაკვეთილს ვერ სწავლობს, ხო? საკუთარი თავი დაადანაშაულო, იგივე სამყარო დაადანაშაულო, ხო? იმიტომ რომ თქვენ ხართ სამყაროს ნაწილი. ამიტომ მაქსიმალურად გამოუშვით თქვენი ეს ჩაკერული ემოციები, დადებითი ემოციები. დიდი ხანია ჩანს, რომ აქ არ განგიცდიათ დადებითი და კარგი ემოციები. დავშვიდით ფინანსურ ნაწილში, ყველაფერი ისევ ჩადგება მდგომარეობაში და ბალანსში. უბრალოდ იცოდეთ, რომ უნდა ისწავლოთ ტკბობა ახლა ამ წუთას და ამ მომენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ვარიანტი, ამას გიამბობენ ტაროს არკანები, რომ უნდა გამოუშვათ თქვენი დადებითი ემოციები, იმიტომ რომ აშკარად ძალიან ჩაერთეთ ან ძალიან ჩაეციკლეთ ყოფიერ საქმეებს, ყოფიერ ყოველდღიურობას და დაგავიწყდათ, ვთქვათ, რა არის საკუთარი თავის თუნდაც მოვლა, განებივრება, თუნდაც სიყვარულის გაზიარება საკუთარი თავისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის და ამიტომ თქვენ გეუბნებიან, რომ არ ინერვიულოთ, თქვენი რესურსი აღდგება იმ შემთხვევაში თუ სიბრაზეებს გაუშვებთ და პირიქით სიყვარულს გამოწევთ ზედაპირზე. და კიდევ ერთი არკანით ვნახოთ, პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში რა ელოდება, თასების მეფე, კვერთხების მეფე, ხმლების ტუზი და ექვსიანების პენტაკლები. რაღაცა საქმე გადაწყდება, განულდება კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით. კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით. იცით რა არის, შეიძლება რაღაცა გარკვეული იმედგაცრუება იგრძნოთ. იცით რატომ? იმიტომ რომ მოგიწევთ რომ ყველას მისცეთ ის, რასაც იმსახურებენ და ხანდახან როდესაც ადამიანებს ვაძლევთ იმას, რასაც იმსახურებენ, ეს მაინც და მაინც დიდად ჩვენ თვითონაც შეიძლება ვადანაშაულოთ, მე ჩვენი თავი ზედმეტად კაცრი ხომ არ ვიყავი, ზედმეტად ისეთი ხომ არ ვიყავი, ხო? უხეში ხომ არ ვიყავი, მაგრამ არა, ჩემო ძვირფასებო, ჯობია რომ რაღაცეები დაასრულოთ, ჯობია რომ რაღაცეები გააგებინოთ. პირველი ვარიანტი ადამიანებს თქვენს ირგვლივ და თქვენს რეალობაში, ვიდრე მუდმივად ჩაპრესოთ თქვენი საკუთარი სურვილები, ხო? ანუ ხანდახან ნამდვილად საჭიროა, რომ ყველას გააგებინოთ თქვენი სურვილები და არა მხოლოდ ისმინოთ სხვისი სურვილები. და გაფრთხილება თქვენთვის პირველი ვარიანტი, გაფრთხილება, კვერთხების ტუზი, თასების დედოფალი, გაფრთხილება ამ ერთი კვირის მანძილზე.
გაფრთხილება ამ ერთი კვირის მანძილზე იგრძნობთ მოზღვავებულ ენერგიას, აუცილებლად იგრძნობთ შეივსება თქვენი თასი, შეივსება თქვენი ენერგიები, შეივსება ძალიან კარგი ინტუიცია გაქვთ პირველი ვარიანტი და მოусმინეთ საკუთარი ინტუიციას ამ ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით და სწორად განსაზღვრეთ და გაანაწილეთ კიდევ ერთხელ არის გაფრთხილება საკუთარი ფინანსური რესურსები და ფინანსური ენერგიები. იმიტომ რომ შესაძლოა ამ პერიოდის განმავლობაში მაინც და მაინც სწორად არ მოიქეცით რაღაც საკითხებში და ეს ყველაფერი წინ დადგა. ამიტომ მიიღეთ ეს როგორც გაკვეთილი, თქვენ გეუბნებიან, თქვენი თასი ისევ აივსება, ყველაფერი ისევ დაალაგდება. უბრალოდ უნდა ისწავლოთ უფრო მეტად გონივრულად და საჭირო და ნაკლებად საჭირო რაღაცების განსხვავება ერთმანეთისგან და ვიღაცების მათ შორის. დაგებშდებებით პირველი ვარიანტი, ეს არის თქვენი კვირის არკანის ენერგია და გადავედით მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ეს არის ესეთი მთის ბროლი. მოდით ვნახოთ თქვენი კვირის არკანის წამყვანი ენერგია როგორი იქნება. მთვარე იქნება. ხო, ცოტა ისეთი კვირის დასაწყისისთვის საკმაოდ ისეთი ცოტა მძიმე ენერგიები წამოვიდა. გაურკვევლობა, სადღაც შიშები, სადღაც ეჭვები. არ ვიცით საიწავიდეთ, არ ვიცით როგორ მოიქცეთ, არ ვიცით როგორ გამოხვიდეთ ამ გაურკვევლობიდან, ხო? ნახოთ, აბა რას ეხება ეს გაურკვევლობა. ფაქტიურად თავს უსაფრთხოდ არ გრძნობთ, რას ეხება ეს გაურკვევლობა. არკანის სამართლიანობა, კვერთხების დედოფალი. არ ინერვიულად შემოძვირფასებაო, ყველაფერი გადაწყდება სამართლიანად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის საკვანძო სიტყვა. ყველაფერი გადაწყდება სამართლიანად. თუ რაიმე საბუთებზე ნერვიულობდით, ან თუ რაიმე ყველას არ ეხება რაიმე გადაწყვეტილება, იურისპრუდენცია, რა ვიცი, სასამართლო პროცესები შეიძლება იყოს აქ არ გამოურიცხავ ამასაც. ეს ძალიან ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, ყველაფერი გადაწყდება სამართლიანად. ის რაც ახლა თქვენს რეალობაში არის გაურკვეველი, გაშინებთ და რაღაც შფოთვებს გეღვიძებთ, ეს ყველაფერი გადაწყდება სამართლიანად ეს უნდა დაიმახსოვროთ. და ასევე როგორც პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტიც აუცილებლად იგრძნობთ აი ამ სამართლიანობის პრინციპის შედეგად დამდგარ კარგ შედეგს, ენერგიის მოზღვავებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რაღაცას ჩაუყრეთ ახალ საფუძველს, ხო? გამონთავისუფლდებით ამ შიშებისგან და რაღაც ახალს ჩაეყრება საფუძველი და ამ ახლისთვის დაიწყებთ ბრძოლას, ხო? შეიძლება იყოს რაღაცა იდეა, პროექტი, შეიძლება იყოს რაღაცა უბრალოდ აზრი, რომელიც თავში მოგივათ, ხო? და იცით რა არის? დაიწყებთ ამისკენ მოძრაობას. სირთულეები შეიძლება შეგხვდეთ წინ, ინფორმაციული, ფიზიკური, მაგრამ ამას აუცილებლად დაძლევთ მეორე ვარიანტი და მოდით ვნახოთ კიდევ რა გელოდებათ საინტერესო, არკანი იმპერატორი, სამიანების კვერთხები, არკანის სულელი. იცით რა არის? კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით ისევ მიხვდებით, რომ სისულელე დაგემართათ. არ ვიცი, რომ ისევ დაუჯერეთ, ან რომ ისევ ენდეთ, ან რომ ისევ რაღაცნაირად მოკლედ, ნახეთ, თუ კი ვინმე იმპერატორი, ვინმე ადამიანი შემოგთავაზებთ რაიმე წინადადებას, რომელიც ერთის შეხედვით ძალიან საინტერესოდ და ძალიან ლამაზად ჟღერს, არენდოთ ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ რაღაცნაირად სხვა პერსპექტივები დაგანახოთ ადამიანს, საერთოდ სხვა რეალობის წინაშე დადგეთ და პირდაპირ გაგებით დარჩეთ გასულელებული. ამიტომ იყავით ძალიან ფრთხილად. ეს იქნება ნებისმიერი რამ, პარტნიორული ურთიერთობა, თუ ეს იქნება უბრალოდ შემოთავაზება საქმიანი, არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან ფრთხილად იყავით, რომ არ გასულელდეთ რა პირდაპირ ამბობს ეს ყველაფერი ამას, არ გაისულელოთ თავი. ხო არის რა ვიღაცა არასასიამოვნო პერსონაჟი თქვენს რეალობაში, რომელსაც რაღაცნაირად
უნდა რომ ემოციებზე გამოგკაჩოთ და მე პირდაპირ გეტყვით რომ არ ენდოთ ამ ადამიანს თუ არის იმის საშუალება რომ პირიქით რაღაცნაირად შორს დაიჭიროთ თავი და არანაირად არ გახვიდეთ კომუნიკაციაზე კიდევ უფრო უკეთესი ან თუ სხვა გზა არ არის კომუნიცირება მაქსიმალურად მინიმუმამდე დაიყვანეთ და განმეორდები არ ენდოთ არაფერს არც ერთ წინადადებას ამას მიყავხართ ისევ იმედგაცრუებამდე შეიძლება წამოვიდეს თქვენი დანამუსება, თქვენი მანიპულირება, თქვენი ემოციებით ხვდებით ხო? არ აყვეთ განმეორდები და გაფრთხილება თქვენი, გაფრთხილება. ნახეთ, იმიტომ რომ თუ ქრონოლოგიურად მივყვებით, გამოდიხართ რაღაც რთული სიტუაციიდან, პოულობთ საკუთარ თავში იმედს, იწყებთ ახლისკენ მოძრაობას, იწყებთ ბრძოლას და უცებ მოდის პერსონაჟი, რომელიც რაღაცნაირად გადაჰყავხართ სხვა გზაზე და ამაში არის, ვფიქრობ, ძალიან დიდი პრობლემა და ამიტომ გაფრთხილება არის, რომ არ აყვეთ ამ ადამიანს, არ აყვეთ ემოციებს რა. და გაფრთხილება. მეგობრებო, სერიოზული გაგლეჯვები და გახლეჩვები მოხდება ურთიერთობებში პირდაპირ გეუბნებით აქ, იმიტომ რომ აშკარად დასრულდება ვიღაცებთან ურთიერთობები პირდაპირ გეუბნებით და ამ ურთიერთობების დასრულებასთან ერთად აქ ქალიც ამოვიდა პერსონაჟი თქვა შეგრძნება მაქვს რომ ინტენსიურად იგრძნობთ რომ ვიღაცები თითქოს ცდილობენ ზედმეტად შემოვიდნენ თქვენს რეალობაში ზედმეტად ჩაყუნცხვირი ზედმეტად რა არის იცი არიან რა ესეთი ადამიანები ხო როდესაც ვერ იტანენ სხვა ადამიანის კარგად ყოფნას ვერ იტაnen როდესაც ხედავენ რომ აი მეორე ადამიანი რაღაცას ცდილობს ფაციფუცობს ცდილობს რომ რაღაცა გააკეთოს შეცვალოს თავის ცხოვრება უკეთესობისკენ ხვდებით ხო და ესეთი ადამიანები აღიზიანებთ ასეთ ადამიანებს რომელსაც ჭაობში უყვართ ჯდომა როგორ შენ ჭაობიდან ამოხვედი და სადღაც ზემოთ გინდა ყოფნა ყოველთვის შეეცდებიან რომ დაგეკაჩენ იმედები ჩაგიკლან რაღაცნაირად გააუფასურონ თქვენი მიზნები თქვენი სურვილები მოგიყვანონ 1000 მაგალითი რომ აი ვიღაცა ასე ცდილობდა და საერთოდ არ გამოუვიდა ხო ანუ ესეთი ადამიანები არიან ინფორმაციული წურბელები ინფორმაციული პარაზიტები და არ უყვართ სხვა რო კარგად არის რა ეს ყოველთვის გახსოვდეთ ეს კონდეთ გონებაში ესე ოქროს ასოებად ამოიბეჭდეთ და არ ვიცი მიამაგრეთ სადმე მიაჭედეთ რა რომ ესე იგი ბედნიერი ადამიანები იშვიათად რომ უყვარდეთ რა და არასოდეს არ უხარიათ სხვისი ბედნიერება ძალიან იშვიათად მოიხსენით ვარდისფერი სათვალები ადამიანებო არ უყვართ ბედნიერი ადამიანები ნუ უბრალოდ არ უყვართ და მორჩა ამიტომ ეცადეთ რომ ის თქვენი ბედნიერებაც რაღაცნაირად ისეთ ძალიან ერთეულ ადამიანებთან გააზიაროთ ვინც ამას იცით რომ არ გაგითვალავთ და რაღაცნაირად არ დაიბოღმება და ასე შემდეგ რა ამიტომ რომ აქ ხედავ რომ ვიღაცებთან ვინც ესე ცხვირს შემოყოფს თქვენს რეალობაში ზედმეტად შიგნით ამ ცხვირს წაათლით ჩანს აქ ეს ყველაფერი და ყველაფერთან ერთად განმეორდები რომ ძალიან დიდ რაღაცებს მოიხსნით სიმძიმეებს აი თითქოს ძალიან დიდი სიმძიმეები ჩამოიშლება თქვენი მხრებიდან ხვდებით ხო არკანი სიკვდილი არკანი კოშკი ეს კი ტოტალური ნგრევა მოხდება მეორე ვარიანტი ეს ეხება ეს თქვენ გაურებას ეხება ეს ყველაფერი ნახეთ იმას რომ პირად სივრცეში ცდილობდნენ თქვენ შემოღწევას სამიანების პენტაკლები ექვსიანების კვერთხები გამარჯვებული ხართ, გამარჯვებული გამოდიხართ. ეს ეხება თქვენს პიროვნულ გამარჯვებას, სხვა ადამიანების უხეშ ჩარევაზე თქვენს ცხოვრებაში და თქვენს რეალობაში და იქ რაღაცა თავისებური კორექტირებების შეტანაზე არის აქ საუბარი. ამიტომ მეორე ვარიანტი ძალიან კარგია ვამაყობ თქვენით. აშკარად ესეთ ქურდბაცაცა ადამიანებს და შვიდიანების ხმლებს იშორებთ თქვენი რეალობიდან და არ ინერვიულად ძლიერად დადექით, სამართლიანობა არის თქვენ მხარეზე. აი ესეთი საინტერესო ორი ვარიანტი გვაქვს შემოძვირფასებო, მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, თქვენთან იყო არის და იქნება ნინო, ძალიან დიდი სიყვარულით, სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.